მოკლედ, ChatGPT 5.4 გამოვიდა, ცოტა დამაბნეველია ამ რიცხვების თამაში უკვე ChatGPT-სა და Anthropic-ის კლოდ შორის, მაგრამ ფაქტია. რამდენიმე საათია უკვე ვტესტავ, ოღონდ კოდის მიმართულებით ChatGPT 5.4 კოდექსს ვტესტავ VS Code-ში კონკრეტულად, ჩემს პროექტზე ვამუშავებ. სიმართლე გითხრათ, ამ წუთის მდგომარეობით ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია ნამდვილად არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ChatGPT 5.3-ს ნამდვილად სჯობს, რო კარგად გაართვა დავალებებს თავი, ოღონდ ვერ ვიტყვი, რამდენად სჯობს კლოდის 4.6. აქედან გამომდინარე, ჯერ მხოლოდ იმას გეტყვით, როგორ პოზიციონირებენ, ბენჩმარკებით ამბობენ, რომ ყველაფერს სჯობია, ფაქტობრივად ყველაფრით უსწრებს კლოდის 4.6 Opus მოდელს, მე ჯერ ამაში ვერ დავრწმუნდი სამწუხაროდ და გაუმჯობესებებსა და შესაძლებლობებს რაც შეეხება, გამოყოფილი აქვთ კომპიუტერის გამოყენების Computer Use Native შესაძლებლობები, რაშიც წინ სვლა აქვთ. კონტექსტის ფანჯარა 1 მილიონ ტოკენამდე ChatGPT-ის კოდექსისა და API-ით ChatGPT-ის მიწოდების დროს, საუკეთესო აგენტური კოდინგი კომპლექსური დავალებების დროს, ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში, ხელსაწყოების მასშტაბირებადი ძებნა დიდ ეკოსისტემებში, უფრო ეფექტური მსჯელობა ხელსაწყოებით დატვირთული სამუშაო პროცესებისთვის. რაც შეეხება 5.4 Thinking, მასზე ამბობენ, რომ გაუმჯობესებულია ძალიან სიღრმისეული ძიება ინტერნეტში, კონტექსტის უკეთ შენარჩუნების უნარი ხანგრძლივი საუბრის დროს და კიდევ შეგიძლიათ მოდელის პასუხის დროს საერთოდ შეწყვიტოთ მოქმედება და ინსტრუქციები და მიმართულებები შეუცვალოთ. მოკლედ, ნელ-ნელა გამოჩნდება ყველასთან თქვენთან და გირჩევთ, რომ დატესტოთ, ნახოთ რეალურად რა შედეგებს მოგცემთ ეს მოდელი თქვენს უშუალო საქმიანობებში. მეც აუცილებლად ჩავიწერ კიდევ დამატებით ვიდეოებს, რომ ნამდვილი პასუხი გაგცეთ Anthropic-ის კლოდს, რამით სჯობს და უკეთესია, თუ ეს უბრალოდ მორიგი ჰაიპია OpenAI-ის მხრიდან.